მე არ ვიცი რას გადაწყვეტს და რას უპასუხებს ამ ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობა. მე ამ პროცესს გარედან ვაკვირდები და გაოცებული ვარ უმცირესობის ფანტაზიებით. მას გულისხმობ, რომ რეიტინგული კენჭისხრა პარლამენტში მოდი შევამოწმოთ, აბა რა იქნება მომავალ კენჭისხრაზე, მე ჩვენება რომ არის ფანტაზია. შეიძლება ეს იყოს დადებითი, მე არ ვიცი, მაგრამ ამას შეაფასებს პირველ რიგში უმრავლესობა, რომელიც იქ იმყოფება. უმცირესობა თუ ის არის პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, აუცილებლად ყოველგვარი რეიტინგული კენჭისყრის გარეშე მხარს დაუჭერს ამ საკონსტიტუციო ცვლილებას, იმიტომ რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილება არ კეთდება ვინმესთვის, ეს საკონსტიტუციო ცვლილება კეთდება ქვეყნისთვის, იმისთვის, რომ ქვეყანაში იმ საყოველთაო და დემოკრატიული არჩევნების მერე რაც ჩატარდა 1 ოქტომბერს არ მოხდეს სახელმწიფოებრივი დესტაბილიზაცია. თუ უმცირესობას ეს არ ესმის, რა თქმა უნდა, მაშინ გზა ფართოდ შეიძლება გაიხსნას ყველანაირ ფანტაზიურ ინიციატივებს.